გამარჯობოთ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენს არხზე აირგან ჯორჯიო. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ესპანური წარმოების კომეტა ლინქსი, რომელსაც განვიხილავთ. აკო, ამ ტოპიკს საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს ჩემპიონატზე დადებული და რამოდენიმე სიტყვით რო გითხრა რა როგორ საიდან შენთან ერთადერთია საქართველოში. აღარ მიყვირს უკვე შემხედვარზე. ხო, ნუ იქ ორი ეგზემპლარი დევს. დღესდღეობით ესია რა ჯერჯერობით, მაგრამ ეს კონკრეტული კომეტა ლინქსი რეალურად ერთადერთი მოდელი არის ჩვენს ქვეყანაში და ამისი მოკლე ისტორია ესეთია, რომ როდესაც მე გადავწყვიტე პნევმატურის, ანუ PCB-ის შეძენა, ეს იყო ჩემი პირველი არჩევანი და ჩემი პირველი PCB ტოპი რა, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე რომ გადავავლე თვალი, სულ იყო ძირითადად ბენჟამენ რადიორები, ბენჟამენ დისკოვერები იყო მგონი თუ არ ვსები და იქ კრალპანები, კრალპანჩერები იყო, ხო, ლონგი და ბულპაპი და რაღაცა ესეთი თითოეულა მოდელები იყო რა, ესე რომ ვთქვათ და რაც იყო შესწავლილი რა და რაც ჩვენს ბაზარზე იყო შემოსული, ესე რომ ვთქვათ, იყო რამოდენიმე დასახელება რა და მაგებს გავიცანი კი ბატონო, რაღაც ცოდნა ავიღე. მე დამწყები ვიყავი და ფორუმიდან დავიწყე მეც ჩვენი აი განჯის ფორუმიდან ინფორმაციების აკრეფა და ხალხის გაცნობა და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ აი ამ ტოპის ვიზუალმა მომხიბლა რა. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტში დადებითი რევიუები და დახასიათებები არიდო ამ ტოპზე, ეს ტოპი შევიძინე 2017 წელს და მაშინ კიდე ხო აი ძალიან წერი ინფორმაცია იყო ზოგადად პნევმატიკის სფეროში და მით უმეტეს აი ამ კონკრეტულ მოდელზე რა. არ იყო სრული ინფორმაცია, ანუ იყო იქ რაღაც ძირითადში მინუსებზე იყო საუბარი ხოლმე, მაგრამ დაჟინებულმა მოთხოვნილებამ გადაჭარბა ტექნიკურ მახასიათებლებს. ანუ ვიზუალური მოხიბლით ვიხილე ეს ტოპი რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნუ ეხლა ესპანური ხარისხი თავისას მეტყველებს. ესპანეთი ალბათ მოწინავე არ არის, მაგრამ ლულის წარმოებაში, პნევმატურის წარმოებაში აქვს ასევე ცეცხლსასროლები და პნევმატურის რამოდენიმე ხაზი აქვს კიდე რა, ანუ მულტიპამპიც აქვს, ამბარდგუშიანიც და პრეჩარჯერ პნევმატიკიც აქვს და დახვეწილი აქვს რა ეს თემა, უბრალოდ მაინც კლასიკურ მექანიზმებს იყენებს რა პნევმატიკაში. მიუხედავად ამისა, ლულა გამოდგა ძალიან მაღალი ხარისხის ამ კონკრეტულ ტოპზე. პირველივე შეჯიბრზე მე მგონი 2018-ში ჩატარდა, როცა მე პირველად მივიღე მონაწილეობა შეჯიბრში და ეგრევე მეორე ადგილის მედალი აიღო ამ ტოპმა, ჩემთან ერთად რა თქმა უნდა. მხოლოდ FX მაგაჯობა. ხო, FX მაგაჯობა. როლელიც დავარჯიშები იყო. FX-ი არ იყო, მაშინ იყო თუ არ ვსწრები, ტაიბანი იყო. და ნუ ამ ტოპმა კიდევ აიღო მაგის მერე ორი მედალი, მეორე და მესამე ადგილის მედლები აქვს კიდევ აღებული. და ნუ ეს შეჯიბრშიც გამოიჩინა თავი რა, მაგრამ პირადი ემოციები და პირადი შეგრძნებებიდან შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს ტოპი ისთვის ძალიან მაგრად რა, ანუ სპორტული სიზუსტისთვის არის პრეციზიული როლისთვის არის გაცხობილი ეს ტოპი რა, ანუ არ აქვს არაფერი განსაკუთრებული, ანუ სასხლეთი გადასატენი ბიატლონი და ტყვის მიწოდების სისტემა და აი ყველაფერი აქვს კლასიკური, არაფერი ინოვაცია არ დევს ამ ტოპში. უბრალოდ აი თავის ბალანსის და ლულის პრემიუმ ხარისხის ხარჯზე იძლევა მაღალ შედეგებს რა. ხო, ნუ მეც რო სულ ჩუმად არ ვიყო და არ გისმი, ნუ მეც რომ უნდა ვთქვა რა. ამის ლულის ხარისხი ბატონო ესპანური და ასე შემდეგ, მაგრამ ახსენე ბალანსი და პირდაპირი მნიშვნელობით ბალანსს განაპირობებს შრაუდერი და მოდერატორი, რომელზეც რამოდენიმე სიტყვა გითხარი, ისთვის არის, რატომ არის და ასე შემდეგ. კი ბატონო. შრაუდერს და მოდერატორს პრინციპში ყველა პნევმატურ ტოპზე ერთი დანიშნულება აქვს რა. შრაუდერი ამ შემთხვევაში გვაქვს ეს დეტალი, ანუ
მილი რომელიც არის ლულაზე მთლიანად ჩამოცული და მილის მომდევნო მხარე რომელიც არის მოდერატორი. ამის დანიშნულება არის მხოლოდ ერთი. ეს სისტემა აშორებს ნულიდან გამოსულ ტყვიას უკან მომყოლ აირებს და ჰაერებს რა. იგივე პრინციპი არის ცეცხლსასროლებშიც, ოღონდ ცოტა განსხვავებული კონსტრუქცია არის, იქ შრაუდერებს არ იყენებენ, პირდაპირ კომპენსატორებს და ალმაქრებს და მოდერატორებს იყენებენ, დახურული ტიპის კომპენსატორებს, რომლის დანიშნულებაც არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუის უკან მომყოლი აირების მოკვეთა რა. ტყვია რო გამოვა ლულიდან, უნდა წავიდეს თავისუფალი ვარდნისკენ რა, ასე რომ ვთქვათ. ბატონო, ნუ აქ დაშორებულია ამიტომ კოლოფიდან ესეც თავისი ის აქვს ხო, როგორც ვიცი, ბალანსია ამაშიც, ანუ ზედმეტად წინ გაწეული ცუდია, ზედმეტად უკან მოწეული ცუდია. კი, ანუ თავისი კონსტრუქციები დარეგულირებულია, ხო? ამ შემთხვევაში ეს გაწევა გამოიწვია ტექნიკურმა დეტალმა რა, ეს არის პლენუმი. აი თუ დააკვირდები შალვა აქვს პლენუმი ჩამატებული რა. ეს წინა წლებში, ანუ მე ვახსენე 2017-2018 წლები, პლენუმი არ იყო მოთხოვნაზე, იმიტომ რომ მაგ პერიოდში თოფები იწოვოდა პელეტების ასრულად რა. არ იყო მაღალი ენერგეტიკები მოთხოვნაში. შესაბამისად პლენუმების არსებობა ალბათ იწოდნენ პნევმატურის წარმოებლებმა, მაგრამ გაზრდის საჭიროებებს ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ პელეტს არ ჭირდება ზედმეტი არც პლენუმი არ წნევა და არც სლაგი არსებობდა, ასე ვთქვათ. სლაგი არ იყო კი ბატონო, იყო ერთეულებში, მაგრამ სერიულ წარმოებებში არ იყო მაგ პერიოდში. ხო, რასაც დავამატებ კიდე სლაგს ძირითადად ეძახდნენ გლულულიანის ტყვიას, ასე ვთქვათ, იაკანს, ანუ მერეში აკანი გადაარქვეს რუსებმა, ასე ვთქვათ. პნევმატური იარაღის მხრივაც თითქმის იგივე ფორმებით გამოირჩევა, რა. იგივე სტრუქტურა აქვს დამაზიანებელი. ნუ დაერქვა ჩვეულებრივ სლაგ ტყვია, ლოკოკინა ტყვია და სლაგი, ესე ლათინური პირდაპირ თარგმანი არ არსებობს, მაგრამ სლაგი ნიშნავს რაღაც ერთ ყალიბში გამოყვანილ სხეულს რა. აი მაგალითად ლოკოკინაც ლოკოკინის პირდაპირ ლათინური დასახელება არ არის სლაგი, თუმცა ნიშნავს ანუ ყალიბიდან ამოსულ სხეულს რა. ლოკოკინა ნიჯარაშიძეს და ის კი ჩახოვულია, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმისთვის სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ სლაგს განვიხილავთ შალვა. სლაგს არ მოეძებნა ქართული შესატყვისი რა. ხო, ნუ არის სლაგი. როდესაც დარჩა სლაგად რა. ხო, და რატო იცი, ანუ როდესაც მასიურად შემოვიდა საქართველოში და სლაგებზე გადავერთეთ აი განერებით, ხო? ერთ-ერთი პირველი მე ვიყავ ქედანს. ხო, ანუ სლაგის ქართული შესატყვისის ძიება დავიწყეთ რა, რომ ანუ ყოველთვის მოწოდებულები ვართ, რომ ეროვნულ სიტყვებს და ეროვნულ ენას გავუშვათ ხაზი რა. ანუ ყველანაირი სიტყვა გვინდა რომ გადმოვაქართულოთ, თუ აქვს შესაბამისი შესატყვი ქართული სიტყვა რა, მაგრამ სლაგის შემთხვევაში ეს გახდა შეუძლებელი, იმიტომ რომ პირდაპირ თარგმანი არ არსებობს, იმიტომ რომ თვითონ სლაგი ლათინური სიტყვა აღნიშნავს რაღაცა სხეულს, რომელიც არის ფორმაში გამოყვანილი რა. ზოგადად იარაღის სფეროში ძირითადად ეგრეა რა, ქართული შესატყვისი რაღაცას არ აქვს. ეგ ასე ვთქვათ, დიდი პრობლემა არ არის, მთავარია იარაღის მხრივ გათვითცნობიერებული იყოს თითოეული სროლელი იქნება, მონადირე იქნება და თუ ნებისმიერი ადამიანი, იმიტომ რომ ქართველი უიარაღოთ არ ყოფილა ისტორიულად. კი ბატონო, ისტორიულად ავეთო გეში აქვს რა, ქართლის აქვს, გვაქვს გეში, რომ რაღაცა სასროლი რაღაც უნდა გქონდეს რა. აკო, მე რაც თავიდან რომ მოვედი, შევამჩნიე ჭიდისად გაქვს თქო უბრალოდ, ჭიდისად აქვს თქო ეგ მეკითხე რა. ხო და ჭიდი ამას ძალიანია, ხო? კი, ამ მოდელს ჭიდიც აქვს, თუ არ ვცდები 14 ტყვიანი ჭიდი აქვს რა, მაგრამ კომპლექტაციაში, ანუ ეს მე ვიყიდე ეკონომ შეფუთვით რა. როდესაც ეს მოდელები იყიდებოდა, მაგ პერიოდში იყო რაღაც კომპლექტაციებითაც გამოდიოდა, ანუ ზოგს ოპტიკა მოყვებოდა, ზოგს
ხელისტუმბო, ზოგს მჭიდი და ესენი ფას აწვირებდა რა. თავის დროზეც კაი ძვირი სტოპი და მომიწია რაღაცეების შეკვეცა რა. ანუ ამ შემთხვევაში არც ოპტიკა მოყვა, არც ტუმბო და ჭიდიც გამოვაკელი, იმიტომ რომ ქარხნულად ერთ ტყვიანი ჭიდი მოყვება ყველას, ანუ ეს ყველას უყენია და მჭიდი დამატებითი არის და მე მინდოდა ზუსტის როლისთვის და ამიტომ ერთ ტყვიანი ჭიდიც მაგმაყოფილებდა რა.